გომორძგუა მარგალები სამეგრელოს გულში, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარელ ქალაქში ზუგდიდში ვიმყოფები. ბონდ, ჯეიმს ბონდ, ხო არ და? დორო, ლეოდორო. რაც შეეხება სტუმრებს, ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ცოტა ხანი მინდა გაწვალოთ. რა შევძინო ეხლა ჩემეული მაკვლოვებს. საქართველოში ყველაზე ცნობილი ოჯახი TikTok-ზე. აიხსნა ხო? უცებ აზრები. ვინ? მე მგონი კაი ამბავი გამოდის. გომორძგუა მარგალები, ასეთი ორიგინალური სალამით ვიწყებ. ჩემს მორი გადაცემას მიხვდებოდით რატომ მეგრულად, იმიტომ რომ სამეგრელოს გულში, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარელ ქალაქში ზუგდიდში ვიმყოფები. კერძოდ ზურაბ ნარმანიას ერთ ნომერში, სადაც მდებარეობს აი ესეთი კვებითი ორგანიზაცია სახელწოდებით პიცა დორო, ლეოდორო, ანუ სრულად დორო, ბონდ, ჯეიმს ბონდ, ხო არ და? დორო ლეოდორო. მშვენიერ ხასიათზე ვარ, რომ ახლა სამეგრელო მოგეხსენებათ განთქმული თავისი სტუმარს მოყარებით, პულმარილებით, ამბებით და დღეს გადავწყვიტე, რომ ცოტა ორიგინალური სამეგრელო განახოთ. ანუ ისეთ თანამედროვე ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოსწონთ შემოსული ევროპული საკვები და შესაბამისად დღეს ხოდი გავხურდეთ ზუგდიდის პიცაზე. ეხლა შევალ გავესაუბრები აქაურობის შეფმზარეულს და აქ გავიგე რომ ხაჭაპურიც არის, ლობიანიც არის, აჭარულსაც აკეთებენ, რა თქმა უნდა, მეგრულ საცხობებს რაც შეეხება, მაგრამ მოდი დღეს მაინც აქცენტს გავაკეთებთ პიცას. რაც შეეხება სტუმრებს, ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ცოტა ხანი მინდა გაწვალოთ. მაშასე, როგორც შეგვირდით, მოგვსპატივი წარმოგიდგინოთ პიცერია ლეოდოროს შეფმზარეული ქალბატონის სოფო. უცებ გადავინაწილებთ პიცებს, ანუ ერთს მე გავაკეთებ, ორს აქაურობის შეფმზარეული და შევუდგებით საქმეს. გვაქვს მარგარიტა, პეპერონი, ბეკონის პიცა. გვაქვს ბეკონის პიცა. ყველაზე მარტივი მასამზადებელი რომელია? მარგარიტა, პომიდორის соуსი სამი ყველი. რა შევძინო ეხლა ჩემეული მაკვლოვებს. რამე соусით რომ მოვთო? ჟემად პესტო соуსი და ძალიან გემრიელს გახდის მარგარიტას. ანუ ოდნავ დავათხელოთ და რაღაცა ცევით მოვასხათ. დიახ, ძალიან მოუხდება. მე მგონი კაი ამბავი გამოდის. კეთილი, აბა მაშინ სამზარეულოში შევაბიჯებთ, მეც საბრძოლო ინვენტარით შევიმოსები და უკვე კეთების დრო დადგა. ქალაქში მოძრაობის ველური ტემპი რო ბევრი მძღოლის პრობლემაა, ამის შესახებ მე მგონი არავინ არ ვდაოთ. გადატვირთული ქუჩები, საცობები, გადატვირთული ორივე სანაპირო, მოკლედ აი ესეთ სახეზღებულობთ ყველანი. და ვეძებთ რა თქმა უნდა გამოსავალს. ამოსავალი მე პირადად ვიპოვე. 4 ბორბალიდან უნდა გადავიდეთ 2 ბორბალზე. ხო და სწორედ ამ მიზნის გამო ვეწვიე ბელიაშვილის 104 ნომერს, სადაც მდებარეობს კომპანია TVS-ის ქართული ფილიალი. აქ ყველაფერი მოწყიფული აქვს, რაც 2 ბორბალს შეეხება. ეხლა დაგათვალიერებინებთ შიგნით რა ხდება და აგიხსნით თუ რას ხდის ეს კომპანია. კომპანია TVS Motors-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში თავაზობს სკუტერებისა და მოტოების ფართო არჩევას. ასევე ყველა საჭირო აქსესუარს ორთვლიანის მართვისათვის. ყველა სკუტერის და მოტოს შენძენის შემთხვევაში მოქმედებს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია 30,000 კილომეტრ განარბენზე ან 2 წელი. აქვე შეიძენთ ყველა საჭირო აქსესუარს ორთვლიანის მართვისათვის. ასევე სათადარიგო ორიგინალ ნაწილებს. კომპანია ახორციელებს სწრაფ და მოწესრიგებულ სერვისს. როდესაც თქვენს სასურველ მოტოს ან სკუტერს შეიძენთ, არ დაგავიწყდეთ მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა. ხო და ბევრი აღარ იფიქროთ,
მომბაძეთ მე და გადაჯექით TVS-ის ორ ბორბალზე. სანამ ამ შესანიშნავი ზარეულის კიტელით წარგიდექით, თავარი საქმეც გამახსენდა. სტუმრების შესახებ ინფორმაცია. პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ კომპანია MedStyles ამ ლამაზი კიტელისთვის. თქვენს თუ გაქვთ სურვილი სპეცტანსაცმელი შეიკეროთ, ან ნებისმიერი რამე სხვა ტანსაცმელი მიმართეთ MedStyles. ჩემი მეგობრები არიან ამ წუთას და თქვენი მეგობრებიც გახდებიან, როგორც კი მათთან ურთიერთობას დაიჭერთ. ახლა კი სტუმრები. საქართველოს ყველაზე ცნობილი ოჯახი TikTok-ზე. აიხსნა ხო? უცებ აზრები. ვინ? მეიკაპ არტისტი ლილიანა და მისი მეუღლე, ქართულად მუსიკალური პროდიუსერი, ხო, საერთაშორისო სტატუსით ბიტმეიკერი დათა. წავედით. ეგეთი პიცები გვაქვს, ესე ზუგდიდში მეგონი პირველად ვარ, ხო? და ზუგდიდში. ზოგადად სამეგრელოში პირველად. მეც პირველად ვარ, ანუ გავლითაც ვარ დამყოფი და ზუგდიდში ხო პიცის დაგემოვნება საინტერესოა. მაგრად გამოიყურება სხვათა შორის, ეს არის პეპერონი. მე დავიწყებ პეპერონით, თვითონ ჩემი ტოპ პიცა არის სხვათა შორის. მაგრად მაინტერესებს. რა. სხვათა შორის დღეს გაქვს უფლება რომ დიეტა დაარქვიო მაგას. მადლობა. კაიფია, ძალიან კაიფია. მოეწონა რა? ძალიან. ეს გემრიელია. პეპერონი ძალიან კაია. მე დიდად პიცის მოყვარული მდენად არ ვარ, მაგრამ ეს მომეწონა. თან რაღაც ისეთ ცომი აქვს, ძალიან. ხა. ძალიან კაი ცომი არის. ეს ეს გამოიყურება ძალიან მაგრად და როგორც ვიცი, ის არის ლორის ბეკონის პიცა არის მესამე და ეს გავსინჯოთ ბოლო. ხო, ჯერ ესე მინდა რომ წავიდე. იდერ საათის მიმართულებით, მაგრამ შემას ჩვენ დარჭამ კი ხარ ის რა ქვია დაგარღვევინე დიეტა, მაგრამ მაინც. ბოდიში მომთხოვია, მაგრამ გადავალ ამაზე. ისე გამოიყურება რომ აუცილებლად უნდა ვჭამე. გავსინჯოთ ბოლოდო. გასინჯა. კაი. მანც ბოლოების მოყვარული ძალიან არ ვარ და არა, ეს ჯობდა. ეს ეს უფრო მომწონს მე. ეს არის ზეთის ხილი ხო ზევიდან. გიყვარს? მე არ მიყვარს. წაიღე. ზეთის ხილი. წაიღე თუ გინდა. მაქვს აქ.
ხოშოს ძალიან კაი, კი. დადიანების სასახლე. დადიანების სასახლე, კი, ძალიან კაი იყო. მე ძალიან ხუციხიდანაც ძალიან მაგარი ხედი იყო სხვათა შორის. მეორე მწერი იყო, მაგრამ არა უშავს. ზედცხილი ბჭანელი. მართლა? პირველად გასინჯეს ცხოვრებაში? მეორედ. მე პირველად გასინჯე რატო არ მოგვიწონა? ბავშვი ვიყავი ალბათ, არც ახლა არ მომეწონა. მე ისე შევჭამეს. რამდენჯერაც პიცას ვჭამთ, ესე შუა ესე ჭამ, აი რაღაც. პატარ-პატარას. პატარ-პატარას და ყველა და ბევრს. იმიტომ რომ სამი უნდა ვჭამო და ვსინჯო. მე შენსავით ჩქარა კი ავჭამ ერთ წამში რა ამთავრებ ტრიაზაჭმას. ძალიან მომწონს ეს როგორ გამოიყურება კი და მაგრამ მინდა რომ გავსინჯო. მოდი ამ ნაწილს ავიღებ მე. აი მას. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მოგეწონა? ახლა ნახე. ეს ჯობია ამას, მაგრამ ეს უფრო მომწონს. ამას არის განსხვავებული არის. და ძალიან სპეციფიური და ძალიან მაგარი. რაღაცა ლორიანი, ბეკონი. პიკანტური, იმიტომ მე მგონი ბულგარული ურევია. ეს ბულგარულია? კი. და ესეც ორი ბულგარულია. ორი ბულგარული არის. გიждები მე რომ მართლა გავსინჯე და შე რო ჭამე სამივე. ანუ მე მიჩვეული ვარ ამას, იმიტომ რომ რამდენჯერაც პიცას არ ვჭამ, სულ ესე 60 პიცას რო ვიღებ და ესე პატარას უკბეთ და დებ და მე მიჩვეული ვარ. ჩემთვის ეს ნიშნავს რომ ჭამ. კი, მე ვჭამ, მე ახლა უკვე დავაყრდი. იცოქ. ოკეი. მართლა დავნაყდი. ზაფხულში ცხელა და ვერ ვჭამ ბევრს, შეგან განსხვავებით. მე პირიქით ზაფხულში უფრო ვჭამ. კაი, უკვე დავიწყოთ ფიქრი? შენთვის შეგიძლია რომ უკვე რაღაცა. მე კიდე ზეთისხილს შეჭამ. ცალკე ზეთისხილი თუ შეიძლება. ძალიან მომეწონა, ეს არის ფავორიტი ჩემი. ჩემი ეს? პეპერონი? კი. იდეაში რომ ყურებ ზოგადად პიცებიდან პეპერონი მიყვარს ძალიან. ანუ ჩემი ტოპარი რა. მაგრამ ეხლა რაღაცა განსხვავებულს რო ვჭამ, ანუ ამ ორ შორის იდეაში ხარ ესე რომ გავდივართ ხოლმე და რაღაცა ამ ორ შორის უეჭველი ამას ავირჩევთ. იმიტომ რომ ცოტა განსხვავებული არის, ძალიან გემრიელი და რაღაცნაირი. რაღაცნაირი. დაიბენი ხო? კაი, მოკლედ, ჩემთვის პირადად ეს არის ფავორიტი, მაგრამ ეს არ მგონია რომ შანსს გაკეთებულია. ეს? ხო. მაგრამ ყველაზე მეტად ეს მომწონს. რატო არ გონია, აბა? მოკლედ რო ვთქვათ. არ ვიცი, არგუმენტი არ მაქვს. არგუმენტი არ აქვს. კაი. უბრალოდ ძალიან გემრიელია. და მაგიტო არ გონია რომ შანსს გაკეთებულია თუ რატო ვერ? ცოტა კლასიკურად გემრიელია ჩემთვის რა და მაგიტო. და მგონია რომ შანსო რაღაცა ცოტა შეცვლიდა. და მაგიტო. ეს კლასიკური გემო აქვს. თავთავად მაშინ ეგეც არგუმენტად. აი, ქონია არგუმენტი. კარგი. ჩემი აზრი გაინტერესებს? მაგარიტას საერთოდ ჩავხსნიდი. და აი მართლა ვიცი რომ ეს რო იყოს შანსი ვიცინი, მაგრამ მე მართლა მგონია რომ აი ეს არის შანსს გააკეთებული. ზეთისხილი ძალიან ყრია. რომ პროფესიონალის მოყრილს გაავს ნეტად ვარ. ზეთისხილი ძალიან ხშირი არის სხვადასხვა პიცაში, ამაც იტალიური პიცაა. როგორც არის განლაგება გაკეთებული. მე ხვდები. მაგრამ უყურეს ზეთისხილის განლაგებით ვერ გამსჭით მაგას. ზეთისხილის განლაგებით ვერ გამსჭით, ანუ რო ეს გარეგნულად შევაფასო უბრალოდ, იმიტომ რომ კულინარიაში და გემოებში იმდენად პროფესიონალი არ ვარ. პიცაში ბულგარული გააგისინჯავს, მე არ მახსენდება. შეიძლება კი და არ მახსენდება უბრალოდ. არა, მე მაინც შენსავით ამისკენ. მეც ეგ მგონია, ანუ იმიტომ რომ რაღაცნაირი განსხვავებული არის და ხო, აი ეგ არის, რომ უცხო გემოა, რომელიც დიდად პიცებში, რა ვიცი. აი შეიძლება მე არ მიჯამია. ანუ ყურა ეს გემო, ანუ ცოტა რაღაცას მახსენ, ანუ ცოტა ფლეშბექები კი მქონდა ამ გემოსთან დაკავშირებით, მაგრამ ანუ ესეთი რაღაც არ მახსენდება რომ გამოსინჯა მიხოცნოს რომ ძალიან ბევრი პიცარია შორ ნამყოფი. შენ უფრო იტყვის სწორ პასუხს იდეაში, იმიტომ რომ მეტი პიცა გაგასინჯული და უფრო ხარ ინფორმირებული და მე ხა გემოები ეკრაგავ და არ ვიცი. და ამიტომ ძალიან ჩემი სუბიექტური აზრი. კაი. მე მგონია რომ ეს არის შანსს გაკეთებული რა და ეს არის შეფის. და ჯობია. არა, ეს ჯობია. მე ეს მერჩევენ, ხო, ანუ ეს სტანდარტული პეპერონია ჩემი აზრით. შეიძლება ვწდები, მაგრამ სტანდარტული პეპერონი არის. მაგრამ მგონია რომ მაინც ეს არის რა. დიეტა დაიღვა, მაგრამ და რა ვიცი, ჩემიც ჭამე თუ გინდა. ცოტა შეიძლება, ხო იცი. კიდე არის ბევრი, გადაიღე, არ მოგერიდოს. არ არის პრობლემა. არა, ხირდა დაარღვევა, ამათ ხირ და ნამდვილად. საოჯახო კონფლიქტი ხო არ გამოვიწვიეთ. მე და შენ ჯერჯერობით არა, ჯერჯერობით. ესე იგი. არ მithქონს მაყურებლისთვის ახლა უნდა გამოვიხილო რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარი არის დათა.
ლილიან ახალი წევრია ჩვენი სამეგობროსი და განსაკუთრებულად ეხლა დათა და ჩემი შვილი მეგობრობენ. ვერ შევეცილებ მათ ამ მეგობრობაში, მაგრამ ჩვენც ჩამოგვეყალიბდა მეგობრული ურთიერთობები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე იცის ან ერთმა ან მეორემ. სამწუხაროდ. დედასვიცავარ. ეხლა უნდა გითხრათ წინასწარვე, რომ პატარა ბავშვით აი გამოცდაზე რო გადის ისევ ღელავ. იმიტომ რომ შევს ისე მოეწონა ჩემი ვერსია, აქაური ერთ-ერთი პიცის. ამ სამი. რომ ვნახეო ჩვენ ხო არ დავამატოთო და ოფიციალური მიზეზი შემიძლია მოვიგონო კი არა დავადასტურო ასე თქვა გადაცემის სახით რომ აი გამოიცნო ჩემო ორმა მეგობარმა და კი ბატონო ხო და მაგიტომ ნერვიულობ რა მე მეგონა რომ გამოვიცანი ეგ მითხრა არა მე ხო არ ვიცი ხა არ გისმენით თქვენ ეგეც არა პირველი კითხვა რაც მექნება ჩემ მეგობრებო არის ის რეიტინგი მითხარით ამ სამი პიცის პირველ ადგილზე რომელი გავიდა მეორეზე რომელი მესამეზე თითოეული თქვენთაგანის აზრები ორივეს გვაქვს განსხვავებული იდეაში ხა რაც ვისაუბრეთ მე და ლედი რა საჯობია თავარი ეგ მეორე კითხვაზე იყოს მეუღლეს დაუთმით აი მე ვიტყვი პირველი ჩემთვის ეს პიცა არის პეპერონი. მეორე ეს ლორიც და მესამე უკვე მარგარიტა. ანუ ბეკონის პიცა და მესამე მარგარიტა. რეიტინგით ეს. აი მე ცოტა ისეთი აზრი მაქვს განსხვავებული, იმიტომ რომ ჩემი ტოპ პიცა ზოგადად პიცებში არის პეპერონი, ყველაზე სტანდარტული. ძალიან მიყვარს. ანუ ამერიკული მიმართულებით. ხო, ჩვეულებრივად ძალიან მიყვარს პეპერონი, აი ყოველთვის ვიძახებ, ჭამს პეპერონის ჭამ. მაგრამ დღეს პეპერონი რო ჭამე, რა თქმა უნდა მომეწონა, მაგრამ აი ეს მომეწონა ყველაზე ძალიან. ანუ ამ სამიდან კი ბეკონის პიცა, ამ სამიდან მე ერთი არის პირველი არის ბეკონის პიცა, მეორე პეპერონი და მესამე ადგილზე და მესამე მარგარიტა. ოჯახური კონფლიქტი. მარგარიტაც კი ძალიან გემრიელი იყო, უბრალოდ ესენი, ანუ პირველი პიცა ბეკონით უფრო საინტერესო იყო, და ცოტა განსხვავებული გემო ჰქონდა და ბევრად საინტერესო იყო ჩემი აზრით. ამომწურავი იყო მე მგონი თქვენი რეიტინგი, ყველაფერი გასაგებია, გადავდივარ თავარ კითხვაზე, რომელზეც მე ყველაზე მეტად ნერვიულობ, მეთქი წინასწარ გავამხილე. ეხა ამ სამი პიციდან. მე ხო ყველას ვეუბნები და მაყურებელმაც იცის რომ ენთუზიასტი ვარ, ზარეული არ ვარ, ნუ სახში რაღაცების კეთება მიყვარს, გასინჯული გაქვს რაღაცები ჩემი აკეთებული. შესაბამისად პროფესიონალურ დონეზე, რა თქმა უნდა, შეფის დახმარებით რეკომენდაციებით გავაკეთე ყველაფერი, რაც ამ პიცას, ჩემს გაკეთებულ პიცას შეეხება. და რა თქმა უნდა, დავამატე კიდე ჩემი განსაკუთრებული ხელი, იმიტომ რომ კლასიკური ის პიცა, რომელიც მე გავაკეთე, კლასიკური აქაური ვერსია ისეთი არ არის, როგორც მე გავაკეთე. მე რაღაცები შევძინე ამ პიცას. ხა დავეჭვდი. ხა დავეჭვდი. რაღაცა მინიშნება გინანთ მიიღეთ, ნუ ამ პრინციპში რა მიგანიშნებს. მე მაინც იგივე ასე ვარ. ხო, მე ზოგადად ზოგადად ხო ის არის, რასაც პირველი ფიქრობ, ზოგადად ეხა შეიძლება გადავთქვა ჩემი აზრი და მე ის აღმოჩნდეს. ხო, ზოგადად თავიდანაც რო დავინახე, უკვე რაღაცა თითქოს იქეთკენ წავედი და არ ვიცი. კონსენსუსი თუ არის, ეგ უკვე კარგისკენ გადაგვარდება. ორივე ერთი და იგივე არსებობს ამ შემთხვევაში. ეს კონსენსუსი არის, ეხლა თავარი არის, რომ რომელი ის იყოს ჩემი გაკეთებული, რომელსაც იტყვი. პასუხისმგებლობაა ეხლა ჩვენთვისაც ესეც და მე ვილობთ ორივე. მე გადახედავ კიდევ ერთხელ. ხო, ანუ გემოზე კი მართავს, მაგრამ მაინც დავხედავ კიდე. მე მგონია რომ იგივე ასე უნდა დავჭით, არ ვიცი. ვა, დამაბნია, შონს რომ ამ პაუზას არ ამოვჭრე ახლა ეს საჭირო პაუზა შეიძლება რაღაც მუსიკას დავადო დუმ. განსხვავებული აზრი უკვე შეიძლება, კონსენსუსი აუცილებელია. არა, უყურე როგორია ორივე უნდა დაასახელოს ის პიცა, რომელიც შეგაკეთებული. მაგ შემთხვევაში ხვდება მენიუში. კი. მაგრამ თუ სხვადასხვა აზრი გაქვთ, ეგეც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩემს გადაცემაში სადღაც 80% სტუმრებს სხვადასხვა აზრი. არ გვაქვს სხვადასხვა აზრი იდეაში, უბრალოდ ახლა შენი საუბრის მერე დავეჭვი. ცოტა რაღაცაში. აი, მოდი, ვთქვათ? თქვი, მithmop. ვახ. ჩვენ მგონია რომ ბეკონის პიცა არის შენი დამზადებული. რომელიც რაღაც თქვენთაგანს მოგეწონა, შენ მოგეწონა ყველაზე მეტად. ამ სამიდან კი, ზოგადად ტოპი როგორც თქვი არის ჩემი ზოგადი ტოპი არის პეპერონი, მაგრამ დღეს რადგან პეპერონის მაქვს და კიდე ორნაირი მაქვს, ბეკონის პიცა არის ჩემი ტოპ 1 და მომეწონა ეგ ძალიან და მგონია რომ შენ გააკეთე. თუ რაღაც გემოვებიანი ადამიანი ხარ ზოგადად, მაგრამ დონად ღირდა, ხო იცი, გამოთქმა არის ქართული. ჩიტი დონად ღირდა.
შეფმა რო შემიქო ჩემი ვერსია, ჩემი გაკეთებული პიცის, ეგ არის ჩემთვის უფრო მეტი ჯილდო, ვიდრე რომ ეს გაკეთებული პიცა თქვა აქ ზუგდიდში მოსულ მოშიებულ ადამიანს დახვდეს შონზოს სახელით. პესტოს соуსი გავათხელეთ, მე გავაკეთე ეს ყველაფერი და სამი ყველისგან გაკეთებულ პიცას პესტოს соуსი მოვასხი, შემდეგ ესე ლამაზად მოვთე შავი ზეთის ხილით და ასევე ცხარე ზეითუნის ზეთი, ანუ წიწაკაში გაზავებული წითელი ფერის ზეითუნის ზეთიც მოვასხი. მე ზეთის ხილზე ტყუად არ დავეჭდი. ზეთის ხილზე დაეჭდა თავიდან ლილიანის მარტო ჩემი მონოფიქრები ამ წუთას, რაც მოვიფიქრე, რომ აი ესე გამეფორმებინა კლასიკური მარგარიტა არის სამი ყველისგან და გამოიყურება არა ასე, არამედ გამოიყურება როგორც სამი ყველის არა და ლილიანა თავიდან მე ამბობდა რომ აი ზეთის ხილიო რაღაცნაირად არისო მოყარული რაღაცნაირად იყურებაო და მე მგეკ ხوار არის შონდოსიო და მეთქი არა მოვაცილე თენა ზეთის ხილები და შეფისგან შექება ხო გეუბნები დავიმსახურე დიდი მადლობა შეფს მართალია თქვენთვის რო იყო განკუთვნილი ვერ გასინჯა მაგრამ ვიზუალურად ძალიან მოეწონა და ცომზე რა სიტყვით მართლა ცომი არის კი ძალიან კაი ცომია ეგრევე შევაქ ამ იდეას ბოლოებს ავჭამ ხოლმე არაფერს მაგრამ ძალიან კაი ცომია როგორც დაიმორჩილა შეფმა და რო უყურებდი როგორ აბუტყელებდა მივხვდი რომ აი იდეალური კონსისტენციის ცომი ზუსტად საპიცია ეს კუთხეებიც კი ესე ალმაზად რო აი პრიხა და დარჩა ეგეც ძალიან რატო არ დავაკვირდი ესე ძალიან ზეთის ხილებს ანუ კი მაგრამ ანუ ეხა ამ შონზე რომ მითხარ რაღაცა соуსი გავაკეთე და სამყარო ეხა უყურებ შიგნით უფრო როგორც ყველა დანარჩენი ჩემი ჩვენ იმდენად გურმანები ვართ მაყურებელი და ჩემი მეგობარი თქვენს შემოწონა მოგატყუოთ და გეგონათ რომ ხორცისკენ გავიწევთ ანუ ეგრე ვაკეთებ პატარა ხრიკებს ვდებ ხოლმე რომ არ იყოს ადვილი გამოსად ეხლა აზრი არ აქვს ისეთ გადაცემას წინასწარ გეტყოდით რომ ეხლა კი ცოტა ხანი ვითომ მიკამათით მაგრამ ბოლოს გაჩერდით იმაზე ესე ალალაც მოხდა ეს ყველაფერი და ყოველგვარი ჩაწყობის და პროტექციონიზმის გამო მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე თუ მკითხავ თუ ანუ უნდა შევიდეს მენიუში საბოლოო კითხვას დაგისვამთ ეხლა იცით თუ არა პიცერია ლეოდოროს რომ აქვს კიდე ორი ფილიალი ამის გარდა თბილისში მსმენია ნამყოფი ვარტო მოგატყუებ მაგრამ თბილისში მოსკოვის გამზირზე 38 ნომერში და ასევე აქვე ზუგდიდში არის ზუგდიდი მოლში კიდევ ერთი ფილიალი კი ბატონო შენიერ ეს სადაც ვიმყოფებით ეხლა გასაგებია ვიცით ყველა ზურაბ ნარმანიას პირველ ნომერში უღრმესი მადლობა ჩემო მეგობრებო მადლობა პირიქით თქვენი ძვირფასი დროის წარქმევისთვის მოდის მაგრამ მე მგონი კარგი მესამეა თქვა რომ რეიტინგში კარგი ფინიში იყო თქვენი ცოტა ხოშის მოყვარულები ვართ ხო იდეაში მაგრამ ამანაც მოქმედა ანუ არა შონზოსთან უხედავად ძალიან რომელიო და პირველ მეორე მესამე თქვა და მაგიტომ მაპატიებ იმედია ბოდიში მომრიცხავია, მაგრამ კორცილში დაგათქვა. კორცილში ჩამოყოფილი თავი. ასეთ ღიარ ნოტაზე გამშვიდობებით, მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ სტუმრებს, თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი ეკლები. სულ მერიდება ხოლმე ამის თქვა, მაგრამ ყველა მეუბნება YouTube-ზე, ვინც მოღვაწეობს, რომ უნდა იძახო ხშირად და აჰა, გავს მოხსენი გულდასპირი და ეკლები გამოიწერეთ და დაალაიქეთ, ზანზალაკსაც დააჭირეთ, რომ ახალი შიდა სამზარეულო სხვა პროექტები რაც მექნება, რომ მოგივიდეთ შეტყობინება რომ დაიდო YouTube-ზე და ერთ სიტყვით მე მეგობროთ, რა ვიცი, ჯერჯერობით 12000 საოცდით. შენიერ. ცოტა ტემპს თუ მომატებთ, ხო, მე პირადად ძალიან გამეხარდა. მადლობა მეგობრებო, თქვენს ოჯახს უსურვებ, რომ ესეთი და უფრო გემრიელი საჭმელები გქონდეთ მაცივარი ყოველთვის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. შეხვედრამდე.